გურამ ნიკა გისმენ და გია დაასრულებს ამ ბლოგს და შემდეგ აუდიტორია მთლიანად. ქალბატონო ინგა, დღეს არის ერთ-ერთი დიდი ქართველი კაცის და ლიბერალური აზროვნების მქონე ძალიან დიდი ტოლერანტი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხმდგომარეობაში იქნებოდა ამ რო წარმოედგინა, რომ მისი სიკვდილიდან ამდენი წლის შემდეგ ჩვენ ამ ჭრილში ვაყენებთ ზოგადად ქართულ აზრს და ადამიანებისადმი რა დამოკიდებულება აქვს, თუნდაც რაღაცა ჯგუფს, რომელიც არ არის პატარა. ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი, თუ ჩვენთან პატარა პასუხებს გავცემ, თუ ჩვენთან ვახსნევინებთ მეჩეთს და თურქეთში არ ახსნევინებენ მართლმადიდებელ ეკლესიას, ამ ორ შემთხვევაში ჩვენ ვართ კარგი ქვეყანა და თურქეთი არის ცუდი. ბოდიში, ბატონო გურა. ოკუპანტი თურქეთი ოკუპანტია, არა, საქართველოს აქვს თავისი, ბატონო გურა. საქართველოს აქვს თავისი საერთაშორისო აღიარებული ფარგლები, რომელიც ნიშნავს საქართველოს და რომლებშიც აღიარებს ყველა ნორმალური ქვეყანა და ორგანიზაცია რუსეთის და რამდენიმე რუსეთზე კიდე ცუდი ქვეყნის გარდა, რასაც აღიარებენ. ის რა მოხდა წარსულში და როგორ იყო მანამდე, ბატონო გურამ, საქართველოს რა არის? საქართველოს რუკა არის, რომელსაც აღიარებს სამყარო. იმის იქით რა არის და ზოგჯერ თურქეთმა 100 წელზე არ არის. აქ საუბარი არის იმაზე, როგორ გვაღიარებენ. ეს მეორე საკითხი, ბოდიში. ეს არის, ხო, ეხლა ამიტომ მოდით გადმოვიდეთ აქეთ. ჩვენი პრობლემა რა არის? ორი ისე კალამბურივით გამომივიდა, მოკლედ ბორდერიზაციას აპროტესტებენ, იქ უკანონო ბორდერიზაციას იქ აპროტესტებენ და უკანონო ბორდელიზაციას აპროტესტებენ თბილისში. ანუ რაზე არის აქ საუბარი, რომ ჩვენ თუ გვაქვს პრობლემა, რომ რაღაცა არის არალეგალური, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რეალურად რა არის აქ პრობლემა იმაში. თვითონ ქმედება რა არის? პრობლემა რა არის? ამიტომ ჩემი აზრით ისევე უნდა იყოს ამ ქვეყანაში რეგულირებული კანონით უამრავი ბიზნესი, როგორც ეს, არა აკრძალული, არამედ რეგულირებული ჩვეულებრივად. ამ შემთხვევაში გამორიცხული არის, რომ ჩვენ გქონდეს განსხვავებული აზრი ქართველებსა და უცხოელებს შორის. დიდი მადლობა. კიდევ ერთი სუბოლო რამეს, რა თქმა უნდა, ვიცი დრო რო არ გვაქვს, ასაკი გვემატება ყოველწლიურად, მისმის ყოველდღიურად, მაგრამ თავარი არის ის, რომ ადამიანებს დღეს ვინც იქ შეკრიბეს, მათი მუხტის მოსაყვანად საუბარი არ იყო იმაზე, რომ მთავრობას რამე მოთხოვ. ეს ადამიანები ზუსტად იმ მუხტით მოიყვანეს იქ, რომ ჩვენ უცხოელები გვიქმნიან პრობლემას და ჩვენს ბავშვებს უცხოელები აუპატიურებენ. ჩვენს ქართველ ქალებს მომისმინე, ეგ არის პოსტფაქტუმ. ეს არის პოსტფაქტუმ, მელო. ეს არის დღეს რაც გამოუცხადე. რითი მოიყვანე ამაშია პრობლემა. რეკლამა მოგვიწევს მალე. აღარ გაცლეთ რა სიტყვას. გია გაბრიჭიძე დაასრულებს. გია გაბრიჭიძე დაასრულებს. აქ იყო აი ძალიან საინტერესო ბოლო